მოგიერთდით სახლში მოგვიერთდა. კი ბატონო, დავბრუნდით სტუმართან ერთად. ძალიან საინტერესო თემით გიორგი ქათამაძე ადვოკატი უკვე შემოგვიერთდა და ჩვენთან ერთად იმყოფება სტუდიაში და ჩვენი სასაუბრო თემა იქნება როგორც მან იმ გადაცემის დასაწყისში დაანონსა მამკვიდრებელი როგორც კრედიტორი და მოვალე. ძალიან ხშირად საუბრობთ ხოლმე ბანკებთან ურთიერთობაზე, ხელშეკრულებაზე და ასე შემდეგ, თუმცა გარდაცვალების შემდეგ ძალიან საინტერესოა რა ხდება ამ კუთხით. დილომშვიდობის გიორგი, მადლობა რომ ხართ დილიდან ჩვენთან ერთად. თქვენს ტელემაყურებელს. ხო, საინტერესოა მოვალის გარდაცვალების შემთხვევაში რა ბედი ეწევა მის ვალს. პირველი კითხვა ეს მექნება და ხელშეკრულებაში არის თუ არა ეს თანდართული, როდესაც შევდივართ იგივე ბანკთან ურთიერთობაში და ასე შემდეგ. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ნამდვილად გეთანხმებით, ჩვენ საზოგადოებას ყოველ შემთხვევაში ეს საკითხი აინტერესებს ნამდვილად. რაც შეეხება თვითონ ვალდებულებას, რომელიც დატოვა მამკვიდრებელმა, ეს ნამდვილად არსად არ ქრება, არსად არ მიდის, როგორც ეს თქვა, საზოგადოებაში გავრცელებული არის ესე ის გადადის, ასე ვთქვათ, მემკვიდრეობით. ანუ ამაზე პასუხისმგებელი პირები არიან რეალურად მემკვიდრეები, ანუ მემკვიდრეებს ეკისრებათ ეს პასუხისმგებლობა. კი ბატონო. მემკვიდრეებს კი ბატონო გასაგებია, მაგრამ ასევე ძალიან საინტერესოა ტექნიკური თვალსაზრისით, მაშინ როდესაც გასცემენ, ასე რომ ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ სესხი იქნება თუ ასე შემდეგ. რა პრინციპი, ანუ ძალიან ცუდია ახლა ამის მოაზრება, ახლა მესმის უბრალოდ არის თუ არა გათვალისწინებული ეს რისკი გაცემის დროს? კი ბატონო. ნახეთ როგორი რაღაც არის, ზოგადად სახელშეკრულებო ურთიერთობაში, კერძოდ ვინაიდან აქ დავასახელეთ კრედიტის შემთხვევაში, როგორც ასეთი ბანკების მხრიდან ხშირად არის, ოდესაც სიცოცხლის დაზღვევით გაიცემა სესხი. რეალურად ესენი ეს უფრო ასე ვთქვათ მემკვიდრეების სასარგებლოდ შეიძლება აღმოჩნდეს, თუმცა რაც შეეხება ხელშეკრულების დათქმას იმის თაობაზე თუ მამკვიდრების გარდაცვალების შემთხვევაში რა ბედი ეწევა შეუსრულებელ ვალდებულებას, ეს განსაზღვრული არის კანონით და სრულად საჭიროებს ვთქვათ ხელშეკრულებაში რაიმე სახის ფორმულირებას. და კანონი ამბობს ესეთ რამეს, რომ მამკვიდრების კრედიტორების, ოღონდ კრედიტორების, მამკვიდრების კრედიტორების წინაშე პასუხისმგებელი არიან მემკვიდრეები. ოღონდ იმ სამკვიდროს ფარგლებში რა ნაწილშიც მიიღეს სამკვიდრო. გასაგებია. ეს საინტერესო ფაქტორია და მნიშვნელოვანი. კი, ასევე საინტერესოა რა ფარგლებში ხდება და რა ვადებში ხდება მამკვიდრებლის ვალის ანაზღაურების პასუხისმგებლობა. კი ბატონო, ჩვენ ანუ როგორც განმარტეთ, წეგან რეალურად ვალდებულება მამკვიდრების ვალდებულება იმ ნაწილში და იმ ოდენობით უნდა იქნეს ანაზღაურებული, რა ნაწილშიც მიიღოს სამკვიდრო ქონება. მაგალითისთვის რომ ვთქვათ, სიტყვაზე არსებობს 100,000 ლარიანი სესხი, ხოლო მემკვიდრეობით დატოვა, ანუ მამკვიდრებელმა გარდაცვლილმა პირმა 10,000 ლარის ღირებულების ქონება, ან სულაც 10,000 ლარი ავიღოთ. ამ შემთხვევაში თუ კი სამკვიდრო მიიღო მემკვიდრემ, პასუხისმგებლობა, სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, დაეკისრება, ანუ მიღებული 10,000-ის პროპორციულად, ანუ 100,000-დან 10,000 იქნება ასანაზღაურებული, ხოლო რაც შეეხება დარჩენილ 90,000 ლარს, ეს უკვე უფლება აქვს, რომ ეს არ აანაზღაუროს. თუმცა კანონი ადგენს ესეთ შემდეგ რამეს, რომ იმის შესახებ, რომ თუ რა ნაწილში აღემატება ვალდებულება სამკვიდროს, უნდა ამტკიცოს ეს მემკვიდრემ, თუმცა ამის დამტკიცებაც რთული არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ნოტარიუსთან ხდება ნოტარიუსისათვის, ნოტარიუსთა პალატისათვის ხდება მიმართვა და შესაბამისად ნოტარიუსთა პალატა, ასე ვთქვათ, აფიქსირებს თუ რა აქტივი აქვს, ასევე რა პასივი აქვს მამკვიდრებელს. ხანდაზმულობა ეხება ამ кейსს? კი ბატონო, ამ შემთხვევაშიც არსებობს სპეციალური ხანდაზმულობის ვადა, ოღონდ აქ მთელი რიგი ქრონოლოგია არის დასაცავი. ანუ ეს არის 6-თვიანი ვადა, ოღონდ მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან, ანუ სამკვიდროს გახსნის დღე არის მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე. გარდაცვალების დღიდან 6 თვის განმავლობაში უნდა მიმართოს
კრედიტორებმა, მემკვიდრეობის კრედიტორებმა და წამოაყენოს ეს მოთხოვნა. ახლა მეორე საკითხი არის თუ როგორ უნდა მოხდეს ეს ყოველივე. ანუ ერთი შემთხვევა შეიძლება იყოს, როდესაც გახსნილი არის სამკვიდრო და სამკვიდრო მოწმობით, ანუ ცნობილი არის თუ ვინ არის მემკვიდრე და მემკვიდრეთა წრე, მაგრამ მეორე საკითხია, როდესაც აგვიანებენ სამკვიდროს გახსნას და სულაც ანუ სამკვიდროს გახსნა ასევე ფაქტობრივი უფლებით ხდება, სასამართლოს მეშვეობით ხდება ამის დადასტურება და ანუ შეიძლება გაშვებული იყოს ის 6 თვიანი ვადა. ამიტომ კრედიტორმა რომ არ გაუშვას ეს 6 თვიანი ვადა, უნდა თავის ამ შემთხვევაში დავასახელოთ კრედიტი ისევ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უნდა წარუდგინოს ნოტარიუსს, რომ კონკრეტულ პირს, ანუ რომელიც გარდაიცვალა, აქვს ვალდებულება აი ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე და დააფიქსიროს მოთხოვნა. ხოლო შემდგომ პროცედურულად, როდესაც მიმართავს ან ნოტარიუსს, ან როდესაც მოხდება სამკვიდროს გახსნა, ნოტარიუსთა პალატა აცნობებს ანუ ნებისმიერ ნოტარიუსს, სადაც მოხდება მიმართვა სამკვიდროს გახსნის მიზნით, აცნობებს რომ გარდა აქტივისა პასივი. და როგორც აქტივი უნდა მიიღოს, ასევე უნდა მიიღოს იმის პროპორციულად, როგორც ვისაუბრეთ, პასივი, ანუ ვალდებულებები. კი ბატონო, მემკვიდრეს თუ აქვს უფლება, რომ სრულიად უარი თქვას ვალის დაფარვაზე და ვთქვათ, თუ არის ამის შესაძლებლობა, შემდეგ უკვე რა ბერკეტი აქვს იგივე ბანკს, ან თუნდაც კერძო ორგანიზაციებს, უკვე აი ამ ვალის ასანაზღაურებლად. კეთილი. ანუ სამკვიდროს მიღება ეს არის უფლება. ანუ ამ უფლებით შეუძლია უნდა ისარგებლებს მემკვიდრე, უნდა არ ისარგებლებს. ამიტომ რა თქმა უნდა შეუძლია, ოღონდ ამისთვის დადგენილი არის სამთვიანი და სამთვის განმავლობაში დააფიქსირებს უარს და ის სამკვიდროს აღარ მიიღებს. ასევე არ გადავა მასზე პასივი. ამ შემთხვევაში რა ბედი ეწევა ამ ყოველივეს? ამ შემთხვევაში ქონება თუ ვთქვათ შემდგომი რიგითობა არ არსებობს, ანუ მემკვიდრეთ კანონისმიერი მემკვიდრეთა შემდგომ რიგითობა არ არსებობს და უმკვიდრო გახდა გადავა სახელმწიფოზე, ხოლო სახელმწიფო იგივე სახელმწიფოს წინაშე იგივე პასუხისმგებლობის საკითხი დგება, მაგალითად მიღებული აქტივის პროპორციულად იქნება, ასე ვთქვათ, მემკვიდრეობის კრედიტორების წინაშე პასუხისმგებელი. აი პროცედურულად რომ განვიხილოთ. აი ამ სულ შემთხვევაში, მაგალითად, ანუ გარდაიცვალა ადამიანი და მის მემკვიდრეებზე გადადის ვალდებულება, მაგალითად ესე შეიძლება იყოს შვილები, თქვათ შვილებზე იყოფა სიტუაზე ვამბობ მემკვიდრეობა და ამ შემთხვევაში ორივე მათგანი რაც მიიღეს, იქიდან გამომდინარე ვალდებულია რომ დაფაროს დავალიანება ასე რომ. კი ბატონო, ძალიან კარგი კითხვა არის ნამდვილად. ასე იგი, როდესაც რამოდენიმე მემკვიდრე არის, აი სწორედ რამოდენიმე მემკვიდრეს ეკისრება პასუხისმგებლობა იმ კრედიტორებს, მემკვიდრეების კრედიტორების წინაშე, ოღონდ პროპორციულად ისე და მათ შორის განაწილება. თუ სოლიდარული მოვალე იყო მემკვიდრებელი, ანუ გარდაცვლილი, მაშინ სოლიდარული პასუხისმგებლობის საკითხი გადადის მემკვიდრეებზეც. იმ შემთხვევაში, მაგალითად, აქვე გითხავთ, თუ უარი განაცხადა მემკვიდრეობის მიღებაზე. ამ შემთხვევაში თავისუფლდები ვალდებულებისგან. გასაგები. ასევე საინტერესოა არასრულწლოვანის შემთხვევას, რომ განვიხილოთ რა უფლებები აქვს მას ამ შემთხვევაში. ანუ არასრულწლოვნების შემთხვევაში ყველაზე ჩამოთვლილი რაც ვისაუბრეთ, ასევე ის უფლებები და მოვალეობები გააჩნია, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, უბრალოდ გასათვალისწინებელია ის, რომ საზოგადოებაში ასევე გავრცელებულია ის თემატიკა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება უნდა მოხდეს, როდესაც მაგალითად ვთქვათ, ქონების გასხვისება ნებაყოფლობით ხდება მშობლების მიერ ან მისი ბავშვის კანონიერი წარმომადგენლების მიერ, მაგრამ როდესაც საკითხი ეხება ვალდებულებებს, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო, ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, არანაირი გამონაკლისი არ არსებობს და იგივე წესით ხდება პასუხისმგებლობა, როგორც ჩვენ ვისაუბრეთ სხვა ზემოთ ჩამოთვლილში. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვლილი მემკვიდრეობას არ ტოვებს. და მისი ვალდებულება განსაზღვრულია მხოლოდ და მხოლოდ მისი კვენტუნარიანობის შემოსავლის ხარჯზე და არანაირი ქონება არ არსებობს. ამ შემთხვევაში რა ხდება? თუ აქტივი, ანუ სამკვიდრო არ არსებობს,
და მხოლოდ პასივია ამ შემთხვევაში თავისთავად ცხადია, ანუ ლოგიკურია, რომ სამკვიდროს არ მიიღებს და შესაბამისად უბრალოდ თავისუფალი იქნება ნებისმიერი სხვა ვალდებულებისგან. ან ასევე შეუძლია თვითონ განსაზღვროს თუ კი ვთქვათ პასივი, ანუ ვალდებულებები აღემატება დატოვებულ სამკვიდროს, ანუ რეალურად მიღებული სამკვიდროს თუ უნდა იქნეს რეალიზებული და მთლიანად ვალდებულების გასტუმრებას მოხმარდეს. ამ შემთხვევაში შეიძლება ამჯობინოს, ეხლა ეს თავისთავად ცხადია, კონკრეტული პირების გადასაწყვეტია, შეიძლება ამჯობინოს, რომ საერთოდ არ მიიღოს სამკვიდრო და ასე ვთქვათ, ვალდებულებაც აიცნოს, ან ვთქვათ, შემდგომი ქონების რეალიზაცია. რაღაც საშეღავათო პირობები მოქმედებს, ანუ ასეთ შემთხვევაში მაინც შეგვიძლია. კანონს დადგენილი აქვს ორივე მხარე, როგორც საშეღავათო, ასევე კი ბატონო. დიდი მადლობა უნდა გითხრათ სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის. შევახსენოთ მაყურებელს, გიორგი ქათამაძე ადვოკატი იყო დღეს ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი და ვისაუბრეთ ჩვენი სასაუბრო თემა იყო მემკვიდრებელი როგორც კრედიტორი და მოვალე.